ბავშვობიდან მინდოდა რომ მქონოდა საკუთარი სამკერვალო. მუშაობდი სახლში, მქონდა პატარა მანქანა. ბებიას ბევრჯერ გაუფრჭა ეს მანქანა. დავიწყე ბევრგან მუშაობა, მუშაობდი სხვადასხვა ადგილზე, დაოჯახდი. შემდეგ ოჯახურმა პირობებმა ცოტა შეაფერხა ეს პროცესი. ბავშვს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. და აქედან გამომდინარე ვერსად ვერ მოვიკიდე ფეხი ასე ვთქვათ სამსახურში. შედაიჭირე როგორც უნდა ჩაიცვა, აი. ესე იგი 2, 4, 6 უნდა მოვაკლო კიდე. ჩემი მიზანი იყო ქალების დახმარება აუცილებლად და ნარჩენების გადამუშავება. მოგეხსენებათ, რომ სამკერვალოში ძალიან ბევრი ნარჩენია, რომელიც ნაგავში იყრება და ვინძურდება გარემო და ძალიან მაწუხებს ეს მე ჩემთვის აი ჩემი შვილებისთვის სულ ზრუნა იყოს სიმწვანე გარშემო სისუფთავე და აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ეს ნარჩენების გადამუშავებაც ყოფილიყო ჩვენი ერთ-ერთი მიზანი. ჩვენი შეკვეთები იმდენია ეხლა რომ ფაქტიურად დასვენების საშუალება არ გვაქვს. ვიღებთ ორგანიზაციის ფორმების შეკვეთებსაც, ასევე სადღესასწაულო ფორმები, გადაკეთება, თეთრეულის შეკერვა, მარგალიტით ნამუშევარი ჩანთები, კორსეტები და სხვადასხვა აქსესუარები. ასევე გვაქვს გადამუშავებული ნარჩენებისგან შეკერილი ხელსახოცები, მაგიდის გადასაფარებლები და საახალწლო აქსესუარები. პროექტმა ასევე მოგცა საშუალება, რომ ქონოდა საწარმოში ტყავის მანქანა-დანადგარი, რომელზეც შეგვიძლია შევკეროთ საკმაოდ სქელი მატერია ტყავის, რა თქმა უნდა. ამისთვის პროექტს ძალიან დიდი მადლობა, რადგან მრავალფუნქციური გახდა ჩვენი სოციალური საწარმო. მე ყოველთვის მინდოდა ესეთი რაღაცების კეთება. იზეთ ამიკავშირდა და მითხრა, რომ რეალიზაცია გავუკეთოთ ჩვენ რაღაცებს, ვაკეთოთ ერთად, ვისწავლოთ ერთად. ბევრი რაღაცა მასწავლა და ბევრ რამეს ვსწავლობ ისევ და მაქვს იმის საშუალება, რომ ყოველთვის მოვიდე, შევკერო რაღაცა, შევქმნა რაღაცა, იმ შეკერილს მე ეს ჩემი აქსესუარებით მე მოვრთო, გავალამაზო და ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, რომ ვაკეთო ეს საქმე. მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა. იგენაც, ნამდვილად მადლობა.